თბილისის 161 სკოლაში 2000-მდე მოსწავლე სწავლობს. დირექტორი მიხეილ მინდაძე ამბობს, რომ კრიზის მენეჯმენტის ჯგუფის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ ამ ტიპის პრობლემებსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მასწავლებლები და მანდატურები ერთობლივად მუშაობენ. ეს არა მარტო ჩვენ და სკოლას ეხება, ნებისმიერ თუ ვინმე ხარხანა იღეთ, თუ ვინმე რაიმე სხვა ტიპის წარმოება, ალბათ პირველი თავარი მაჩვენებელი არის, რომ მოიზიდოს სპეციალისტები, ვისაც ეს შეუძლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს საჯარო სკოლებში კრიზის მენეჯმენტის ჯგუფები არ არსებობს, ამიტომ ამ ფუნქციას ძირითადად მანდატურები ითავისებენ. ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამოა ფიქრობს, რომ ამის გამო კრიზისული ან საგანგებო სიტუაციების დროს სკოლებში ბავშვების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული. მაგალითად კი შაშან თბილისის 59 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა მოყავს. პირველ კლასელი გარდაიცვალა, გადაცდა პასტის რაღაცა ნაწილი, ხო? და რა ეს იყო ძალიან საგანგაშო შემთხვევა, ხო? და რომ ყოფილიყო მედპერსონალი სკოლაში, შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტის თავიდან აცილება, ხო? აი ეს არის უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ყველაზე სუსტი წერტილი. თამარ მოსიაშვილი წლებია უსაფრთხო სკოლის პროექტებზე მუშაობს. ფიქრობს, რომ ზოგად საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში კრიზის მენეჯმენტის ჯგუფის არარსებობა სისტემური ხარვეზია. ექსპერტი მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის პროცესში ისინი მშობლებთან ერთად უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. აძლიერდეს მხარი დაეჭიროს სკოლებს, რომ სკოლებმა მოახერხონ ამ პროგრამების ადგილზე დანერგვა და მათ კონდეთ, თქვათ, შესაძლებლობა, რომ ეს პროგრამები ადგილზე დანერგონ. და ამ პროგრამებში მთავარი მონაწილეები უნდა იყვნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია. საჯარო სკოლებში კრიზის მენეჯმენტის ჯგუფის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თამარ სანიკიძის განმარტებით სკოლის შენობის უსაფრთხოებას მათ დაქვემდებარებაში მყოფი ექსპერტები აფასებენ, ხოლო ბავშვების უსაფრთხოებას სკოლის ადმინისტრაციაც ართმევს თავს. Მთლიანად სკოლა არის ჩართული და ეს არის როგორც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, ასევე მანდატურის ფუნქციებში შედის. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი კოლაბორაცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ შეიმუშავონ ეფექტური მექანიზმები იმისათვის, რომ მოხდეს კრიზისის აღმოჩენა და მისი მენეჯმენტი დროულად. მინისტრისგან განსხვავებით ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიზის მენეჯმენტის არარსებობა სკოლებს ბევრ პრობლემას უქმნის. ამიტომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.